და განაცლდნენ. არაფერია დაკარგული. არც აი სულ ახლახან დაკარგული, დროებით დაკარგული ცხინვალი და სოხუმი და არც ის ქართული მამულები, ქართული მიწები, სადაც უამრავი ქართული ძეგლია და უამრავი არქეოლოგია ამოვა, თუ ამას ინებებს ჯერ ძლიერი ამა ქვეყნისა და მერე შესაბამისი სპეციალისტები. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ნებართვას მივიღებთ ოდესმე, რომ გათხრები ჩატარდეს ჩვენი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე. ეს აუცილებლად მოხდება, ცხადია ოდესღაც მოხდება და არც ესეთი წინასწარმეტყველებაც, რომ დედამიწა საბანს გადაიხდის და ამოვა უამრავი ცნობა და ამაზე ნათლად წერს და ამას შეიძლება ითქვას, რამდენადმე მიუძღვნა თავისი ერთ-ერთი საოცარი წერილი ილია მართალმა ქვათა ღაღადი, რომელიც თქვენ იცით, რომ რამდენადმე შეიძლება ითქვას იშვიათობა იყო და თქვენ თვითონაც ნახეთ, აი რომ გამოდიოდა ილია ჭავჭავაძის ხან ერთტომეული, ხან ორტომეული, ხან ოთხტომეული, ხან რვატომეული, ასე შემდეგ, რა იშვიათად ხვდება ეს წერილი, ქვათა ღაღადი მის წიგნებში და ძალიან მარტივად ხვდებით რატომაც. ძალიან დიდი წინააღმდეგობა იყო, ცხადია ძალიან დიდი წინააღმდეგობა იყო და აი ეს წინააღმდეგობა ადრე თუ მაგალითისათვის რაღაც დონეზე არ ჩანდა ან არ იყო ისეთი საინფორმაციო წყაროები და არ იყო ისეთი საინფორმაციო თავისუფლება, დღეს ჩანს ძალუმად რა. თქვენ ახლა ძალიან დიდი მადლობა ჩემო მეგობრებო, ჩემო მსმენელებო, ჩემო მაყურებლებო. ჯერ ამ ტელევიზიას ძალიან დიდი მადლობა, რომ ამის საშუალებას მაძლევს აქ მომუშავე ყველა ადამიანს დიდი მადლობა და მეტადრე თქვენ, რომ დროს კარგავთ, უთმობთ დროს ჩემს გადაცემას და აი მაგალითისათვის წინა გადაცემაში რომ ვისაუბრე ესეთ ფასეულობებზე და აი ხაზი გავუსვი შემდეგ რამეს, რომ ჩვენ ვართ ღვთისმშვილნი, ჩვენ ვართ ფუძეერის ერთადერთი შვილნი და გამგრძელებელნი და ფუძეენის ერთადერთი შვილნი და გამგრძელებელნი. მე მიხარია, რომ აი მრავალი თქვენგანი ძალიან გახარებული იყო, კმაყოფილი იყო ამით და მოგეხსენებათ გამოჩნდა 1-3-4 თავზე ხელაღებული ადამიანი ამ ერთი კვირის განმავლობაში, რომელმაც ისე იხტუნა, როგორც კაუჩუკის ბურთმა რა, შემხვდა, ცხადია ახლა მათ არაერთი მხრივ, არამედ რამდენიმე მხრივ ეშინიათ, თორე ხელსაც მოიქნევდნენ საჭიროების შემთხვევაში, ისეთი გაბრაზებულები იყვნენ, ეს როგორ, რანაირად, ასე შემდეგ, ეგ ისტორია არ არის, ეგ ზღაპრებია და ასე შემდეგ, რაღაცა ჩარჩოები შექმნეს, გეთანხმებით, ხო? რაღაცა ჩარჩოები შექმნეს და თქვეს, რომ აი მოდი ეს იყოს რა, ისტორიის მეთოდოლოგია, ეს იყოს კვლევის მეთოდოლოგია და ასე შემდეგ და ისეთი თემები რა, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ისტორიის მკვლევარმა ესე იგი არ შეიძლება, რომ ბიბლია იკვლიოს და ესე იგი არ შეიძლება, რომ ჰაგიოგრაფია იკვლიოს. წარმოგიდგენიათ და არ შეიძლება, რომ ეს აპოკრიფული ნაწარმოებები იკვლიოს რა, აპოკრიფულ ნაწარმოებებს რაც შეეხება მარტივად იმას გეტყვით, რომ ჩვენ შეიძლება ახლა მე და გეგა დიდი ღვთისმეტყველები არა ვართ და თეოლოგები და ასე შემდეგ, თუმცა ვსწავლობთ ამას და მოწადინებულები ვართ და როგორც კი ჩვენ დავინახავთ იქ რაღაცა შესაბამისად წინააღმდეგობას წმინდა წერილთან, ცხადია იმას გადავშლით, ამოვიღებთ და ასე შემდეგ, როცა ბიბლიასთან, ძველ აღთქმასთან წინააღმდეგობაში მოვა და როდესაც შესაბამისად საუბარია გეოგრაფიაზე, გეოლოგიაზე, ტოპონიმებზე და ასე შემდეგ, ეთნონიმებზე. ცხადია, ამას უნდა ჩავეჭიდოთ, ვიკვლიოთ და პარალელები ვიპოვოთ, თუნდაც რეალურ ისტორიაში. შესაბამისად, აი ადამიანები ამაზე ღელავენ და ეხლა მე პირდაპირ გეტყვით რა, ვინ არიან ესენი რა, ძათან აი კონკრეტულადაც გეტყვით. ერთი ნაწილი, რომელიც შესაბამისად აი ჩვენი ერის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ძირძველობის წარმოჩენაზე ღელავს, თუ ჩვენთაგანია და ჩვენნაირია და ჩვენი ქვეყნის შვილია და ჩვენი ერის შვილია და ამაზე ღელავს,
ის შეიძლება ითქვას, რომ გონება შეზღუდულია რა, ამისი დანახვა არ უნდა რა. მეორე ვარიანტია, რომ უცხო პლანეტელია, ან პროუცხოტომელია, ან რაღაც მაგდაგვარი. მესამე ვარიანტია, რომ არ ვიცი, ერთ სიტყვით შესაბამისად ძალიან ბევრნი არიან. არა, პროცენტულად ძალიან ცოტა არიან, მადლობა ღმერთს, რაზეა საუბარი, მაგრამ ხანდახან ის 2%, 3%, 5% ისე ამღვრევს გინდა წყალს და ისე გაამწარებს თაფლის დიდ კასრს, როგორც ერთი კოვზის კორე მოგეხსენებათ. ძალიან მღელავ, შენდობას ვითხოვ ახლა ესეთი პარალელებისათვის და ჩემი მასწავლებელია, დიდი მეცნიერია. მე მას ვუწოდებ 21 საუკუნის ივანე ჯავახიშვილს. ეს არის მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. მე მას ვუწოდებ ჩვენი ეპოქის არსენ ბერს. საოცარი მწერალია, საოცარი მკვლევარია და რა მიმართულებით აღარა აქვს დადებული მონუმენტური წიგნები, მონუმენტური თეოლოგია იქნება, ისტორია იქნება, ისტორიული გეოგრაფია იქნება, ენათმეცნიერება იქნება თუ ასე შემდეგ და მათგან გამორჩეული მონუმენტური წიგნი საქართველოს ეკლესიის ისტორია 4 ტომად. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია 4 ტომად და მე მინდა აი ამ ადამიანს მაგალითისათვის ახლა მე უკვე 24 წელიწადია ვიცნობ და მაქვს ბედნიერება 10 წელზე მეტი მის მოწაფედ ვიწოდებოდე, მის მოსწავლედ ვიწოდებოდე და აი ამ ადამიანს აქვს საოცარი შემოქმედება და ერთი საოცარი წიგნი. მე აი ეს სფერო და სფეროთიც ახლა ვარ დააკავებული, შეიძლება ითქვას, რომ იმისდან მიუხედავად, რომ ჩემი სადისერტაციო თემა პირველ 1000 წლეულს, ანუ ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ 1000 წლეულს შეეხება ისტორიულ გეოგრაფიას, ეკლესიის ისტორიას, ეკლესიის იურისდიქციის ისტორიულ გეოგრაფიას, კონკრეტულად რო ვთქვათ. ამისდან მიუხედავად მე აი ეს სფერო, რაზედაც ახლა ჩვენ საუბრობთ და აი მე და გეგა შესაბამისად გადართულები ვართ და ჩართულები ვართ და დიდი მადლობა თქვენს რომ ესეთი ყურადღება გაქვთ მოპყრობილი ჩვენდამი და ჩვენი კვლევებისადმი ქეთს ვიხრი ღმერთმა გაგაძლიეროთ ეს სფერო მე მეუფე ანანიას ერთმა წიგნმა და ერთმა სქემამ აღმომაჩეინა და სქემა აქ მოგიტანეთ და წიგნს თქვენთაც იპოვნით. ეს არის მიტროპოლიტი ანანიას საოცარი წიგნი. საოცარი წიგნი შეიძლება ითქვას, რომ სქელტანიანი ბროშურა, ან შეიძლება ითქვას, რომ თხელკანიანი წიგნია რა, ასე ვთქვათ. ქართველთა ბიბლიური წინაპრები ადამიდან იესომდე. აი მე წინა გადაცემაში ვთქვი, რომ ძალიან ბევრი აღელდა, ძალიან ბევრი აღშფოთდა ეს წიგნი რო გამოჩნდა ასპარეზზე და ესეთი პოპულარული როა ახლა მაგალითად მოგეხსენებათ სამწუხაროა რომ მაინც საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი მატერიალურად აფასებს ყველაფერს და მაინც ეს პარალელი რო გავავლო ეს ბროშურა შეიძლება ითქვას აი ბროშურა რა ალბათ იქნება 100 გვერდი 120 და 120 გვერდი დაახლოებით A5 ფორმატისა ღირს 15-20 ლარი ბუკინისტებთან და ეგრევე ქრება რომ დადებენ ხოლმე ბუკინისტები შესაბამისად თავიანთ გვერდზე ხდებით ხო რა პარალელი გავავლე და საჭურების შემთხვევაში თქვენ იგი შეგიძლიათ უფასოდ უანგაროთ ნახოთ მაგალითად ეხლა ძველად დაიბეჭდა ესა და მერე კი არის ეხლა 10 ტომეული გამოვიდა მეუფესი და იქ შევიდა ეს წიგნი ამ 10 ტომეულში მაგრამ მოგეხსენებათ ამ ეპოქაში დაბალი ტირაჟებია გამოცემებისა და შეიძლება ითქვას მაღაზიაში ვერ ნახავთ ან სადმე რომელიმე გამომცემლობაში და შეგიძლიათ უმარტივესად ნახოთ საიტზე მეუფე ანანია.info ან ქართულად ჩაწეროთ მეუფე ანანიას ოფიციალური გვერდი ოფიციალური საიტი და ამოვარდება ესეთი გვერდი მეუფე ანანია.info და იქ წიგნების ჩამონათვალში ნახავთ ამ წიგნს ქართველთა ბიბლიური წინაპრები ადამიდან იესომდე საოცარი წიგნია საგულისხმო წიგნია მნიშვნელოვანი წიგნია და ეხლა მე მინდა წარმოგიდგინოთ ესეთი
სქემა, რომელსაც მე ახლა სხვადასხვა რესურსში Facebook-ი იქნება ჩემი რეალური ისტორია, ასე ქვია ჩემ გვერდს იქ დავდებ და ეს სქემა შეგიძლია თქვენ იხილოთ. ახლა წარმოდგენა რო შეგექმნათ, ცხადი ახლა ვერ წაიკითხავთ ამას ეკრანიდან, მაგრამ როგორი ფორმატია, როგორი განლაგება, როგორი სქემა, ეს არის ქართველ მეფეთა გენეალოგია. რომელიც სქემის ავტორი მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. სქემა მომზადებულია ქართლის ცხოვრების, მოქცევայի ქართლისაი და წმინდა წერილის მიხედვით. წარმოგიდგენიათ როგორი ფასეული წიგნებია რა და ისიც ხო გინახავთ რამდენი ადამიანი ებრძვის ამ წიგნებს უпростоრედ. იწყება იგი ადამიდან და ევადან, მათი შვილები, აი სეითი, აბელი, კაენი, აქეთ ამ მხარეს არის წელთაღრიცხვის აღნიშნული შკალა და ორი შტუა მოგეხსენება და აქ არის აი ბაგრატიონები და ფარნავაზიანები და იგი ჩამოდის დინასტიური ქორწინება რო შედგა ბაგრატ მესამის მშობლები გურგენი და გურანდუხტ მეორე იმ ეპოქამდე. ანუ მეორე, დიახ, ჩვენ ასე ვამბობთ, მეორე ერთიანი ქართული სახელმწიფო რო მეორე დრო შეიქმნა ერთიანი ქართული სახელმწიფო იმ ეპოქამდე ადამიდან და ევადან. აი რო შეხვალთ ამ საიტზე, რომელიც მე წეგან მოგახსენეთ, იქ ჩაწერეთ საძიებო ველში გენეალოგია და ამოვარდება ეს და ამობეჭდეთ, ძალიან გთხოვთ ამობეჭდეთ. ვის არა აქვს ახლა ამისი რესურსი და საშუალება, რა დიდებული ეპოქა ამ ხრივ რა, აი რა როგორი დიდებული ეპოქაა, რომ მკვლევარმა, თუ მწერალმა თუ ასე შემდეგ გაიმარტივოს თავისი შრომა და თავისი ბრძოლა და როგორი რთული იყო წარმოიდგინეთ 20-30, თუნდაც აი 20-30, 50, 70 წლის წინ ხო ურთულესი და ურთულესი მსგავსი საქმიანობები. ძალიან გთხოვთ ამობეჭდოთ ეს სქემა, მეგობარს, ახლობელს, მოსწავლეს, მასწავლებელს აჩუქოთ ჩემო მეგობრებო და ასევე განათავსოთ იგი რომელიმე ოთახში, ან კაბინეტში, ან ლოჯში, ან სადაც ძალიან ხშირად ხართ, ხო მიხვდით რის თქმა მინდა, რომ აი თავისუფალ დროს ეს იქნება მაგალითად ის იქროს ხედხართ ან რაღაცას უყურებთ ან რაღაცას შესაბამისად აი გაიჭყიტოთ და დაინახოთ ხოლმე და ისწავლოთ. საოცარი სქემაა, საოცარი ნათესაობა, კიდევ ერთხელ ვამბობ, აი მაგალითად მეათე თაობა ადამიდან ნოეა, მერე მეათე თაობა ნოედან აბრაამია, საოცარი ადამიანი და მერე წარმოიდგინეთ მეასე თაობა აბრაამიდან არის მეფე ერეკლე, მეასე თაობა და ის რომ აი ჩვენი სახელოვანი მეფეები აი ამ შტოს წარმომადგენლები არიან, ბაგრატიონი მეფეები არიან აი ამ აბრაამიანები, სემის მოდგმის ხალხი არიან, სრული ქართველები, სრული ქრისტიანები, უძველესი ადამიანები, ის რომ შესაბამისად ისინი სემის მოდგმის არიან, არავის ენა არ მოუბრუნდეს, რომ მათზე რა მიახსენოს ქართველის გარდა ეს. აქაც არის და მათი ცხოვრების წესიდან და მათი ბუნებიდან და მათი ისტორიიდან გამომდინარეც იკითხება და ჩვენ ამასთანავე ახლა მინდა რომ ძალიან მალე თემას დაუბრუნდე და არც რაზედაც მე დღეს თქვენთან მოვედი და ჩვენ ასევე გვყავს შესაბამისად იაფეტიდი წინაპრები იაფეტის ხაზში არის საოცარი ადამიანი ღამერ მისი შვილი არის თორღამე აქაც ჩანს ღრ ანუ გრ თორღამე რგ რაც ჩვენი პირველი მახასიათებელია და რასაც მთელი სოფლიო გვეძახის გრს და რგს მთელი სოფლიო ეხლა მარტივად რო ვთქვათ მთელი სოფლიო მეგრელს გვეძახის გრ რგ სწორედ აი ამ ქვეეთნონიმშია და გრ და რგ ასევე არის ქართველში და ქართლელშიც და ქართულშიც ქრ იგივე გრა და ბრმა უნდა იყოს ადამიანი ან ანტაგონისტი რა რომ ქრსა და გრს შორის ვერ დაინახოს ტოლობა მსგავსება და კოლსა და ქორს შორის ქარსა და გორს შორის რაც ჩვენი ეთნონიმებია ვერ დაინახოს ტოლობა ბრმა უნდა იყოს რა და სამწუხაროდ არიან ბრმები
თუმცა ძალიან ბევრს აეხილება თვალი, ისეთი წყაროები ამოვა და ამოვა. და შესაბამისად აი ამ ხაზში ხო თარგამოსიანები და მერე ქართლოსიანები და ეგროსიანები ხო ყავს მეფეები ხილულად მაგალითისათვის ადერკი ასე მაგალითად ეგროსიანია და ფარნავაზი და мама ფარნავაზი საქართველოსიანია. ძმები რა, მაინც ასე ვთქვათ, ძმები არასოდეს არ უცხოვრიათ მათ სხვადასხვა სამყაროში და სხვადასხვა ენაში და სხვადასხვა კულტში და ასე შემდეგ რა. ის რო ერთი მაგალითისათვის დღევანდელი წარმოდგენით ზუგდიდში ცხოვრობდა და მეორე მცხეთაში ცხოვრობდა, ეს არაფერს ისეთზე და საოცარ განსხვავებას არ იძლევა მეტად იმ ეპოქაში. რაც ეპოქები გადის, იმის და მიუხედავად რომ ერთი სასწავლო პროგრამა გვაქვს და ერთ ტელევიზორს ვუყურებთ და ერთ გაზეთს ვკითხულობდით ამდენი ხანი და ასე შემდეგ და ერთნაირად ვლოცულობთ ეკლესიაში, მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენი ულამაზესი 48 ქვედიალექტი რა, მარტო სამეგრელოში 3 დიალექტია და მარტო ლაზეთში 4 დიალექტია და მარტო შიდა ქართლში 4 დიალექტია და ასე შემდეგ. გამოდის 48 ულამაზესი დიალექტი. ესენი ყველანი ქართული ენებია. მე კიდე ერთხელ გეუბნებით, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი ჭიდილია ამაზე დიალექტი რა არის, ასე შემდეგ, მაგრამ ის რომ მაგალითად ვიღაცა რაღაცა კუთხურად იტყვის, ისიც ქართული ენაა. ცხადია, ისიც ქართული ენაა, მაგალითად ეხლა ზემო იმერეთში ადამიანი რო ლაპარაკობს რაღაცას რო იტყვის, მაგალითად აი ბჟოლა და პოლაკი და ასე შემდეგ, ისიც ქართული ენაა, ან გაქართულებული სიტყვებია რა, იმის და მიუხედავად რომ სიტყვა პოლაკი პალაკიდან მოდის და ღილების ქარხანა ჰქონდათ პოლონელებს ალბათ 150-190 წლის წინ. და ქვიშნა კიდე რომელიც არის ალუბალი, ხო, ვიშნია. ქვიშნა გაქართულებული სიტყვაა. აი მენეჯმენტი და ივენთი და ნარატივი ანგრევს ქართულ ენას. ანგრევს სამარცხვინო არის აი ესე საუბარი უკვე რომ გაბატონებულია ხშირ შემთხვევაში ტელევიზორში და მე შენდობას ვიტყვი თუ ვითხოვ თუ წამომწდება ხოლმე და მეტნაკლებად მაინც ამაყივარ რომ იშვიათად ხმარობ რამდენადაც შემიძლია. შესაბამისად, ეს ხო მეორე შტო არის ჩვენს სახელოვან სამეფო კარზე თარგამოსიანები და ასევე ხილულად ყავს საოცარი ადამიანი, ვახტანგ გორგასალი, ნებროთიანი, ხო, ყველგან არის აღწერილი და მეფე არჩილი, საოცარი ადამიანები, საოცარი გმირები, წმინდა მეფე არჩილი. არაბობისას როგორი ნატანჯი ადამიანი წარმოგიდგენიათ, საოცარი ძმები, ესენი ძმები არიან. მეფე მირ და მეფე არჩილ 700-იანი წლების ადამიანები არიან. აი გეგონი კი ახლა ადრე რო 700-იანი წელი, რაღაც ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-3 საუკუნე ფარნავაზის ეპოქა, ისე იყო მოქცე სახელმწიფოში, ალბათ აზროვნება ფიქრი, რომ რაღაც უხსოვარ დროზეა საუბარი და ეს ხო მეტადრე ეს საბჭოთა ისტორიოგრაფიამ ისე დაგვაშორა ბიბლიას, ცალკე ზღაპრეულად გამოაცხადეს და ცალკე გამოაცხადეს ალბათ მილიონი საუკუნეების წინანდელ ადამიანებად იყო წარმოდგენილი ადამი და ევა და ნოე და ნოეს ოჯახი და აბრაამი და აბრაამის ოჯახი და ასე შემდეგ რაღაც თან ლეგენდარული იყო და ზღაპარი იყო და თან კიდე უცხო სამყაროში იყო თითქოს და თან კიდე მილიონი საუკუნეების წინ ხდებოდა და მათთან კავშირს ადამიანი ვერ ხედავდა, კარგად გამიგეთ, ეხლა მე ის წიგნი გაკვეთილ წინა გადაცემაზე რომ მოგახსენეთ ჩემო მეგობრებო, მაგალითად განცდა ქვაბი, აი ეხლა დავდივარ, კარგი, იმ დღეს კიდე ერთი ადამიანი წეღა რო ვახსენე ერთ ადამიანს როგორ შეუულია მოწამლოს გარემო მეთქი და ეს შენ არ იცოდიო და ეს საიდანღაც ახარო მოსულიო და შენატორეო ძალიან ბევრმაო ვიცოდითო რა. განცდა ქვაბიცო და ასე შემდეგ ვიცოდითო და შესაბამისად ყველაფერს თავისი ადგილი აქვს რა. ისე ერთი ვუსმენს ხადია მაქსიმალურად ვცდილობ ეხლა ამ ასაკში და მეტნაკლებად უკვე აი მცირედ მორწმუნეობაში, მაგრამ მაინც
ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო და ისეთი მომენტია ამაზე რომ დაბიწყო საუბარი სულ სამნი ვიდექით რა, სულ სამნი და მე ისეთი სიტუაცია იყო ესე დერეფანი ვითარი და კაბინეტის წინ ვიდექით და შესაბამისად უცებ ისე მოხდა რომ უნდა შევსულიყავით ამ ოთახში და გადავიქეცით 12-13 ადამიანად რა. ჯგუფი რომელიც ველოდებოდით რომ უნდა შევსულიყავით. არ დავასახელებ ახლა რომელ ოთახში, რომელი მაშინ. იქ 3-4 ადამიანი მათგან მისმენს და აი ყველას უცებ შევეკითხე. იცოდი განცდაქვაბი. წაკითხული გქონდა განცდაქვაბი. იცოდი რომ ქართლის ცხოვრების ერთ-ერთი ნაწილი იყო განცდაქვაბი. იცი რომ იგი აი ბოლოს რო დაბეჭდა სულმნათმა და ჩვენმა წმინდანმა 6 კაცმა 1906 წელს იმის მერე ერთადერთხელ დაიბეჭდა ისიც აპოკრიფული კორპუსის სტატუსით სულ რაღაც 300 წიგნიანი ტირაჟით, 300-იანი ტირაჟით. იცი და ესე ზოგმა კარგად გამიგეთ ახლა ისე მე მოკრძალებით ვეუბნეოდი ამას ის კი არა რომ თავს ვამეტებდი რომ აი შენ არ იცი მე ვიცი და ვეკითხებოდი და გაოცებული თვალები და თქვენს გეკითხებით იცოდით ეს წიგნი განცდაქვაბი რომელიც შესაბამისად არის კიდევ ერთხელ ვამბობ ერთგვარი ეგზეგეზა ბიბლიისა მოქმედებები ხილულად ხდება შესაბამისად ჩვენ გარემოში ეს იქნება ამ ქვეყნიური სამოთხის ადგილი ევფრატისა და ტიგროსის სათავეები და ფაზისის ანუ აკამფსისის ანუ ჭოროხის სათავე და რასხის ანუ არაქსის ანუ გეონის სათავე რომელიც მესხეთის მთებშია და სპერშია და მეორე დავანება მეორე შეიძლება ითქვას საწყისი კაცობრიობისა ეს არის უკვე კარდუს მთა საიდანაც განფენას იწყებს ნოეს მოდგმა ნოეს ოჯახი ღვთისშვილები რაოდენ მნიშვნელოვანია ამის ყველაფერის აქ და დასტურება და აქ მყოფობა და აი არავინ არ იცოდა აი ამ 13 ადამიანიდან იმ ადამიანმა იცოდა ჩემზე 10ჯერ კარგად შესაძლოა და ჩემზე 10ჯერ არა მაგრამ მე ვერ ვეხლა მაგალითისათვის ვიცი ალბათ უკვე 2 წელიწადია იმან იცის ალბათ ხო 10ჯერ მე 20 წელიწადია იცის ალბათ ხო ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას ნეტა ყველაფერი იცოდეს უფრო დიდი ბედნიერება რა იქნება შესაბამისად აი ეს გენეალოგიის წიგნი ესა სქემა მე უკვე გითხარით თქვენ და მე მინდა კიდევ ერთხელ თქვა რომ გთხოვოთ რომ ამითი დაინტერესდეთ და ეხლა ვისაუბროთ შესაბამისად აი ხო ვახსენეთ უკვე ეს განძი წიგნები ეს ქართლის ცხოვრება მეორე რიგში უნდა ვახსენოთ პირველ რიგში უნდა ვახსენოთ ბიბლია ხო ვახსენეთ და ბიბლია კიდევ ერთხელ გეუბნებით ეს არის წმინდა წერილი და უფრო დიდი ფასებულობა მე ვიტყვი რომ კაცობრიობას არ გააჩნია ეხლა მომიტევოს სხვადასხვა კონფესიებმა რამე თუ ეს მარტო სარწმუნოება არ არის ეს არის კაცობრიობის ისტორია და სხვა ისტორია არ არსებობს სხვა ისტორია არის ის ცვილის თოჯინები რო გააკეთეს და ადამიანები დაარქვეს და მაქსიმალურად რო ცდილობენ რომ დავარცხნონ და გაალამაზონ და მიამსგავსონ ადამიანს ზეზვადამზია. ეგ არის მეორე ისტორია და მისი აპოლოგეტები ღელავენ აი ამ თემაზე ყველაზე ხშირად და ყველაზე ძალიან. შენდობას ვითხოვ, მაგრამ ეს მხილებაა, ეს არ არის განკითხვა. საოცარი ხალხია. ისეთი ღრმარწმენა აქვთ ამ ევოლუციონისტებს, ისეთი ღრმარწმენა აქვთ, რომ აი ძალიან ბევრ ჩვენთაგანს შეშურდება. უნდა სასურველი იქნებოდა რომ ეგეთ რწმენაში იყვნენ ჩემს გარშემო მყოფი 5-6 ადამიანი მე ესე ვიტყოდი. და იყო თუ არა საქართველოში ეს ინტერესი, ეხლა ეს ინტერესი აი ამის კვლევისა, შესაბამისად ედემის ბაღის ძიებისა, ადამის მერე მაგალითისათვის მისი მოდგმების კვლევისა, ძიებისა, ნოეს ცხოვრების ძიებისა და ასე შემდეგ. იყო თუ არა, ეს არის ძალიან საგულისხმო მომენტი და
აი მე ახლა უკვე ერთ-ერთი უმთავრესი ის არის, რომ აი ძალიან დიდი მადლობა ღმერთს პირველ რიგში, რომ გადარჩა ქართლის ცხოვრება, იგი ყოფნა არ ყოფნის წინაშე იდგა, მე ამაზე ხშირად მისაუბრია, ასე მაგალითისათვის წარმოიდგინეთ ვახტანგ მე-6-ეს ეპოქა, მე ძალიან მწუხარ რომ წმინდას ვერ ვამბობ ამ ადამიანზე, იმის და მიუხედავად რომ გულში ვფიქრობ რომ იგი წმინდანია და წმინდა სულხან-საბა ორბელიანის ეპოქა, ასევე ხმამაღლა ვერ ვამბობ რომ იგი წმინდანია, ვწუხარ თორე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ იგი დიდი მართლმადიდებელია და ჭეშმარიტი მართლმადიდებელია და წმინდანია. და აი ეს ეპოქაა, წარმოგიდგენიათ, აი ამ უდიდესი ადამიანების ეპოქაა და ამასთანავე ვახტანგ მე-6-ეს ყავს კიდე შესაბამისად ეგრეთ წოდებული შეგროვილი ყავს სწავლულ კაცთა კომისია. და უნდათ რომ მათ გამოსცენ ქართული წიგნები, რამე თუ ქართული წიგნები თითქმის და არც ერთ დონეზე არ არის რა, აი თითქმის არ არის არც ერთ დონეზე, არც სამეფო კარზეც იშვიათობა, წარმოგიდგენიათ? პირველი მწერალი ერი ვართ, თქვენ ქართულის მასწავლებლებს კითხეთ, ფილოლოგებს კითხეთ, რამხელაა ჩვენი პოეზია, რამხელაა ჩვენი ლიტერატურა, ადრე შუა საუკუნეებისა და შუა საუკუნეებისა, ვინ არის იოანე მინჩხი და მიქაელ მოდრეკილი, ვინ არიან და რამხელა პოეტები არიან ჩვენი მეფეები, თამარ მეფე რადონის პოეტია და ბორენა დედოფალი რა პოეტია და ასე შემდეგ, აღარა მაქვს საუბარი, სრულყოფილ, აი შეიძლება ითქვას სრულყოფილ ლიტერატურ ქმნილებაზე, დღეს რომ მეთოდოლოგია შეფასებისა თუ როგორი უნდა იყოს მხატვრული ლიტერატურა, როგორი არის სუშანიკის წამება და ცხრაძმა კოლაელის ცხოვრება. და რადონის პოეტია გრიგოლ ხანძთელი. ხო იცით თუ არ იცით? პოეტი. მოღვაწეზე და ქრისტიანზე იდეალურად იცით. შესაბამისად და ეს წარმოიდგინეთ ესეთი ეპოქაა და ვერ პოულობენ, არის ათასობით შეიძლება ითქვას, ალბათ 1000 ეგზემპლარი თბილისში და მცხეთაში და ქუთაისში და ზუგდიდში ალბათ არის 1000 ეგზემპლარი 1600-იანი წლების ბოლოს სიტყვაზე წარმოიდგინეთ არის 1000 ეგზემპლარი სპარსული ლიტერატურა, ალბათ 1000 ეგზემპლარი ლათინური და ბერძნული ლიტერატურა, რუსულიც ალბათ უკვე შესაბამისად და არ არის ქართული წიგნები. და თავიდან საოცარ რაღაცას აკეთებს ვახტანგ მე-6. დიდი ადამიანი, დიდი გენიოსი, წარმოგიდგენიათ, მწერალი, მოაზროვნე, ქიმიკოსი, მათემატიკოსი, ისტორიკოსი, სწავლული ადამიანი, ძალიან დიდი ადამიანი და სულხან-საბა ორბელიანი, ხო, ღმერთთან მოსაუბრე. მე ვიტყოდი, რომ დედამიწაზე ყველა ეს დიდი მოქართულე. ცოტა რუსთაველი, ალბათ პირველი მოქართულე, მეორე მოქართული ალბათ. სულხან-საბა ორბელიანი რა ადამიანები არიან. მომიტევეთ ეხლა ეს არ არის პოეტური ჩანართი. აი სულ ახლახან, აი 20-30 წლის წინ სამუდამოდ დავკარგეთ სულხან-საბა ორბელიანის საფლავი მოსკოვში, სადაც იგი დაკრძალული იყო. ალბათ 1000 მანქანა 1000 სატვირთო მანქანა ბეტონი დაასხეს იმ ადგილას ერთ-ერთი მეტროს სადგურის მშენებლობისას და დაიკარგა, სამუდამოდ დაიკარგა, იცით. აეხლახან შეიძლება ითქვას ჩვენს დროში, ჩვენ ეპოქაში რა 90-იანების ბოლოს. ასევე იყო იდეალური საშუალება იყო, მე როგორც მაგ ცნობები, რომ მირზა გელოვანი გადმოგვესვენებინა 70-იან 80 წლებში ერთიანი რო იყო მაშინ ის სახელმწიფო და
ქართველები მიდიოდნენ, ღმერთმა გაუმარჯოთ, მე მათ არ ვემდურები, ვემადლიერები, მიდიოდნენ და ზოგს ქარხანა ჩამოქონდა თბილისში და ზოგს ფაბრიკა ჩამოქონდა თბილისში და ზოგს ავტომობილები ჩამოქონდა, მძიმე ტექნიკა ჩამოქონდათ, საიდანღაც ასე შემდეგ და ყველანაირი საშუალება ჰქონდათ ქართველებს, რომ ურიგოთ წასულიყვნენ რაღაცა, იცით ეს ახლა რაზეა საუბარი და ყველა და აი ამაზე არანაირი წინააღმდეგობა არ შეექმნებოდა რა იმ ეპოქაში და მე ისე მოხდა, კარგად გამიგეთ, რომ უკვე მე ეს დიდი სამარხი ვიტებსკთან არის, სოფლის სახელიც ვიცი, ჩაწერილი მაქვს ბელორუსიის აღმოსავლეთში მირზაგელოვანის საფლავი და მე ისე მოხდა, რომ ეგ ისეთი კაფსულა გააკეთეს და დღეს უკვე შეუძლებელია მისი გახსნა და გადმოსვენება, თორე რა დიდი ზეიმი იქნებოდა და როგორი გამაერთიანებელი დღეს აი ქართველი ერისა რა უამრავი რაღაც შორს მივდივართ ჩვენმა სულმნათმა პატრიარქმა გაამზადებინა სამებაში 0 სართულზე მოგეხსენებათ არის ხარების დღესასწაულის სახელობის ეკლესია და იქ არის ორი ჩასასვენებელი საოცარი ხელოვნების შედევრია შეიძლება ითქვას ნაკეთობა ქვაზე კვეთის საოცარი და გამზადდა ეს რომ გადმოასვენოთ მეფე თეიმურაზი ეს იქნება დიდი სიხარული. ნუ თუ ძნელია ამისი ორგანიზება, რა ვიცი. ვინმე მითავოს ესეთი რაღაცა რა. ან ნუ თუ ძნელია, რომ აი ამ ეპოქაში, თავისუფლების ეპოქაში შეიძლება ითქვას და არავის არ ერიდება სიმდიდრის, არავინ არ მალავს უпростоრედ სიმდიდრეს და უამრავი ღვთისწყალობით ნეტა კიდე 10-ჯერ მეტი მდიდარი ადამიანი გვყავდეს, ან 20-ჯერ მეტი ვიდრე გვყავს. ღმერთმა გააძლიეროთ და უამრავი ბრტყელ სიტყვებს ლაპარაკობს. ღმერთმა ღონე მისცეთ, კაცო, რაზეა საუბარი, მე მიხარია მათი სიმდიდრე და მათი ბედნიერება და მათი გაქანება. ითავოს რა ვინმე და დადგას კერძო სკოლის ტერიტორიაზე მაინც ან კერძო ბაღის ტერიტორიაზე მაინც, კერძო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მაინც თუ სახელმწიფო ტერიტორიაზე ვერ დადგავს იაკობ გოგებაშვილის ძეგლი. რომელიც არ დგას საქართველოში. ასევე შენდობას ვითხოვ ერთ-ერთი მეუფეს წინაშე ვერ ვიტყვი ახლა მე მის სახელს ძალიან მწვენია მისი და ერთ-ერთი დიდი მეცნიერის წინაშე შენდობას ვითხოვ ცხადია ეს საუბარი არ არის ჩემს მეუფე ანანიაზე ჩემს მასწავლებელზე მე მათ შევპირდი რომ დავდგავდი დავათი სტელის ასლს. დავათი სტელა ეს ღმერთმა გამოგვიგზავნა შეიძლება ითქვას და ეს არის ქებაი და დიდებაი ქვაში გადაწყვეტილი. ქვაში საჭრეთელით არის წარმოდგენილი ქვაში ქვაზე ჭრით არის წარმოდგენილი ქებაი და დიდებაი. აუცილებლად იხილეთ, აუცილებლად დაათვალიერეთ. მეც ახლა უცებ გამიჩნდა აზრი რომ მოვიწევ ალბათ 10 ადამიანია ვინც ზედმიწევნით იცის დავათი სტელის შესახებ და მოვიწევ ჩემ გადაცემაში და ვისაუბროთ ამ თემაზე და მე მინდოდა მე ახლა კარგად გამიგეთ მეტნაკლებად თორე აი ეს რო ვახსენი 10 ადამიანი ალბათ 50 ადამიანიც არის იმათ დონეზე არა მაგრამ ალბათ სანახევროდ ვიცი ამ სტელის ფასეულობა და ასე შემდეგ და მე შევპირდი ამ ადამიანებს რომ დავდგავდი და მე ალბათ მათ წარმოიდგინეს რომ მე ან ერთი სიტყვით ვერ დავდგი ფაქტი ფაქტად დარჩა ახლა თავს არ ვიმართლებ მომიტევეთ შენდობას ვითხოვ მე დღესვე ვარ მზად რომ მისი ზუსტი ასლები დავდგა ეს არის 80 სანტიმეტრის სიმაღლის და ალბათ 32-35 საუკუნის სანტიმეტრის სვეტი.
ესეთი კვადრატული სვეტი 80 სანტიმეტრის სიმაღლისა და მე ხელმეწიფება რომ აი ამ სიმაღლის დავდგა 4, 5, 6 წელი უნივერსიტეტებს ვაჩუქოთ ასე შემდეგ. დიდის დადგმა კი აუცილებელია არა ერთგან, არამედ 10-გან მაგალითად თვალსაჩინო ადგილებზე ერთი სიტყვით. ყველას მინდა ვთხოვო, გეხვეწებით, აბა მოდით, მობრძანდით. ძალიან მარტივია ამის გაკეთება. ვისაც საშუალებები აქვს. რომ აი 5 მეტრიანი დადგას, 10 მეტრიანი დადგას, ესე მასშტაბურად გაიზარდოს მისი ზომები. ძალიან მარტივია, შევმეხმიანეთ და გადავდგათ ეს ნაბიჯი და დავდგათ დავათი სტელა რომელიმე უნივერსიტეტის ეზოში, რომელიმე სკოლის ეზოში, რომელიმე მუზეუმის ეზოში, ვინმე ადამიანის კერძო ეზოში და მივლენ მეცნიერები, ბავშვები, სტუდენტები დაათვალიერებენ ექსკურსიაზე ივლიან ძალიან დიდ ეროვნულ ცოდნას და ეროვნულ მუხტს მიიღებენ ამით. რეზიუმე აი ამ პატარა ჩანართისა ძალიან გთხოვთ, ვინმე მითავოს და დადგას იაკობ გოგებაშვილის ძეგლი და დავათი სტელის ასლი, აი ორჯერ დიდი, სამჯერ დიდი, ხუთჯერ დიდი, 10ჯერ დიდი ვიდრე არის იგი. ყველანაირად დაგაკვალიანებთ ნებისმიერ ნაბიჯზე რომ გადავდგათ. მე საუბრობდი აი ამ სიძველეებზე და იმ ინტერესზე, რომელიც აქვს ქართველ ერს დასაბამისეულ საწყისებთან და აი რა ღვთაებრივი კავშირი არის აი ჩვენსა და იმ საწყისებს შორის აი ამის ძიებასთან. ეს არის უმნიშვნელოვანესი, კარგად გამიგეთ რა. მე ყველა ერს ძალიან დიდ პატივს ვსვამ, მაგრამ ძალიან ბევრ ერს, რომელსაც X წლის, Y წლის ისტორია აქვს, გინდა 5, 6, 10, 25 საუკუნისა, 26 საუკუნისა, შესაბამისად მათ რაღაც დონეზე ეს ინტერესი არ აქვთ რა. ან არც ექნება და ჩვენ ვუსმევ მე ამას ხაზს, რომ ჩვენ ცხადია ეს გვაინტერესებს. ცხადია ეს გვაინტერესებს, მეტი რო არ შეიძლება ისე და მე უკვე გითხარით, რომ ქართლის ცხოვრებაში იყო ეს საოცარი წიგნი და თუმე ეხლა მომიტევეთ რა შენდობას ვითხოვ ძალიან ბევრი ობიექტურად ეთქვის რომ ეს რა ისტორიკოსი ყოფილაო, ეს რა ისტორიკოსი ყოფილა, ეს რა მკვლევარი ყოფილა, რომ ეხლა იგებს ამასო და ასე შემდეგ, მაგრამ კიდევ ერთხელ ბოდის ვიხდი. ყოფილა არა მხოლოდ განცდა ქვაბი, არამედ ყოფილა საოცარი წიგნი. ეს არის შიშველ მართალთათვის თხრობაი წმინდა ბასილისა ევბოლის მიმართ მოძღვრისა მისისა. ანუ წიგნს ქვია სახელად შიშველ მართალთათვის. და ეს არის თხრობაი წმინდა ბასილი დიდისა, რომელიც ამას უყვება თავის მოძღვარს ევბოლს, ზოგან წერია ევლალეს. წარმოგიდგენიათ, ესეც განცდა ქვაბის მსგავსად არის ქართლის ცხოვრების ნაწილი. წეღანაც ვამბობდი, ექვთიმე თაყაიშვილმა გამოსცა 1906 წელს მარიამისეული ნუსხა. მარიამისეული ნუსხა, რომელშიც დაახლოებით აი 800-იან გვერდებში არის ეს ნაწილი გამოკვეთილი არის და ესეც ნახეთ საოცარი სათაური რას უნდა ნიშნავდეს ეს რა. შიშველ მართალთათვის. ესენი არიან ეგრეთ წოდებული გიმნოსოფისტები. გიმნოსოფისტები პირდაპირ გადმოვთარგმნოთ არიან შიშველი და ბრძენი და ქართულად აი გადმოთარგმნა ეს წიგნი ექვთიმე მთაწმინდელმა არა მანამდეც არის ეს გადმოთარგმნილი უკვე შესაბამისად ეს თარგმანი არსებობს
მე-7 მე-8 საუკუნეში ქართულ ენაზე და თურმე იგი ეს წიგნი წარმოიდგინეთ რომ აკინძა იოანე ზოსიმემ სინას მთაზე წიგნი სახელწოდებით ჩიშველ მართალთათვის რა საზოგადოებაა ვინ არიან ესენი საოცარი რამე ნახეთ იქ სადაც იყო ედემის ბაღიო იქო ცხოვრობდნენო აი ესეთი სრულიად ჩიშველი ადამიანები და ბრძენი ადამიანები რომლებიც აი ცის მანანით იკვებებიან შესაბამისად აი იქ არ არის არცა ურვა არცა სულთქვა უწესიერესი ადამიანები არიან ცხოვრობენ ედემის ბაღის მიმდებარედ და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ამ ხალხს რომლებიც აი ესეთი ცხოვრების წესით არიან დახასიათებულნი ახასიათებს არა მარტო ეს წიგნი არამედ როგორც ხალხს როგორც ერს ახასიათებს სტრომატა ანუ კლიმენტი ალექსანდრიელი როგორც ერს იულიუს აფრიკანუსი იპოლიტე რომაელი ესენი დიდი ისტორიკოსები არიან წარმოიდგინეთ ეხლა საწყისი საუკუნეებისა ჩვენი წელთაღრიცხვისა და ამ ხალხს ახასიათებს და ესენი ცხოვრობენ ედემის ბაღის ადგილას და ამ წიგნში ამასთანავე მათი მახასიათებლები ხო მოცემულია და ამ წიგნიდან მერე მოცემულია მთელი სამყაროს ანაზომი შეიძლება ითქვას მთელი სამყაროს ანაზომი და აი აქედან ამდენ მანძილზე ეს ხალხი ცხოვრობს, აქ ესეთი გარემოა, აქ ესეთი ბუნება და ასე შემდეგ. მე მინდა რომ თქვენ გთხოვოთ რომ წაიკითხოთ ეს მიღწევადია და როგორც აი 1906 წელს რო გამოვიდა ერთადერთხელ ეს წიგნი, რომელიც წარმოიდგინეთ რომ დიდი ლეონტი მროველის მიერ განცდაქვაბთან ერთად არის შეტანილი ქართლის ცხოვრებაში. რამე თუ ქართველი ადამიანი ქართველი მწერალი, ქართველი ისტორიკოსი ხედავს მისადმი ბმას საოცარ კავშირის ღვთაებრიობას 1906 წელს რო გამოვიდა მე გამოვიდა აღარ გამოსულა როგორც ალკე ბროშურად და ალკე წიგნად და არც ერთ შემდგომ გამოცემაში ქართლის ცხოვრებისა და კორნელი კეკელიძემ ჩართო იგი ერთ-ერთ პატარა სტატიაში თავის თხზულებათა მეორე ტომში. მას მე აღარ გამოსულა. შეიძლება ითქვას რომ აკრძალული წიგნია რა, მოდით ესე ვთქვათ რა. ან შესაბამისად აი ისე იქით იყო მიმართული რომ არ წაეკითხა ადამიანებს რა, არ გაეგოთ, ალბათ ეს არის მიზეზი რა, არ განეხილათ. ძალიან გთხოვთ, მოიპოვეთ ეს წიგნი და ნახეთ ასევე აი ქართულ ენაზე საოცარი წიგნი, განცდაქვაბი ხო ვახსენე. იგივე აი რაც ახლა შესაბამისად ამ გიმნოსოფისტებზია საუბარი, გვაქვს შესაბამისად არაერთი წიგნი ქართულ ენაზე, არაერთი წიგნი და ყველგან არის ნახსენები რომ ესენი ცხოვრობენ ედემის ბაღის ნაადგილართან. შესაბამისად ესენი ცხოვრობენ ამადა ამ ადგილას, ესე ცხოვრობენ, აი ესეთი მახასიათებლები აქვთ. უმნიშვნელოვანესი საკითხია, მე ესე ვფიქრობ. და რაღაც დონეზე ესენი ნაწილი არიან, რადგან ეს ყველაფერი ჩვენ სამშობლოში ხდებოდა. და ჩვენი სამშობლო იყო ესა წარმოიდგინეთ აი რა ეპოქამდე აი რო ჩამოდიან არქანჯელო ლამბერტი და უამრავი რო ჩამოდის შესაბამისად არქანჯელო ლამბერტი მოგზაური და მისიონერი კავკასიაში და სამხრეთ არქანჯელო ლამბერტი და უამრავი რო ჩამოდის შესაბამისად მოგზაური და მისიონერი კავკასიაში და სამხრეთ კავკასიაში და თრიალეთის სამხრეთით ისინი მე-17 საუკუნეში ქართულ სამრევლოებს პოულობენ. შეიძლება ითქვას რომ მე-17 საუკუნემდე მიუხედავად მონღოლობისა ურთულესი ეპოქისა იქ უამრავი ქართული კერა იყო და ეხლა შეიძლება ითქვას 350 წლის წინ დაიწყო აი ამ მიწების დაკარგვა. და დღესაც საქართველოა ამითი არ დავიწყე გადაცემა.
მიმოსვლა ზოსიმესი, ანუ ცხოვრებაი და მოქალაქეობაი და საქმენი შიშველ მართალთანი, რომელთა წარვიდა ზოსიმე. ეს მე-5-მე-6 საუკუნემდეა დაწერილი ბერძნულ ენაზე. ბერძნულ ენაზეა დაწერილი და მერე ნათარგმნია, ახლა ძირითადი მთარგმნელობითი საქმიანობა მოგეხსენებათ მთაწმინდელი მამების მიერ არის ნათარგმნი და ესეც სინას მთაზეა შესაბამისად შეკრული და აკინძული, ესე იგი აქედან გამომდინარე ნათარგმნია როგორც მინიმუმ იოანე ზოსიმეს ეპოქა რო არის, ესე იგი მე-10 საუკუნეში ან მე-10 საუკუნემდე ქართულ ენაზე. წამებაი ჰანსოფი ალექსანდრიელისა. ამ წიგნის ნახვა შეგიძლიათ ქართულ ჰაგიოგრაფიულ კორპუსში და აქვს კიმენი, ესეთი რამდენიმე ტომეული აქვს კორნელი კეკელიძეს. და იქ ნახავთ. აქაც საუბარია ამ საოცარ ხალხზე, საოცარი ქრისტიანებზე. ესენი არიან ქრისტიანები, კაი ხანი წარმოგიდგენიათ, ესა რადგან ახლა იულიუს აფრიკანუსი და იპოლიტე ვახსენე და კლიმენტი ალექსანდრიელი ვახსენე, წარმოვიდგინეთ, რომ საუბარი არის მაგალითად მე-2, მე-3, მე-4 საუკუნეებზე. და რადგან ესენი ქრისტიანებს ეძახიან, ფაქტია, აი ამ ადამიანებს ქრისტიანებს ეძახიან, აი ეს ძეგლები. შიშველ მართალთათვის თხრობაი წმინდისა ბასილისა ევბოლოს მიმართ, ევლალეს მიმართ, მოძღვრისა მისისა. ესეც შესაბამისად ქართლის ცხოვრების ნაწილია მარიამ დედოფალის ნუსხა. მე ახლა რამდენჯერმე ვახსენე მარიამ დედოფალი, ჩემმა აი მაგალითად წინა გადაცემების მსმენელებმა იციან რას ნიშნავს მარიამ დედოფალის ნუსხა. მარიამ დედოფალს ჰქონდა ეს წიგნი. ის ანასეული ნუსხა ანა დედოფალს ჰქონდა ის. მერე არსებობს ჭილაშვილის ეული, არსებობს რუმიანცევის ეული, არსებობს კლიმიაშვილის ეული. ახლა ზოგი ისეთია, რომ იმან იპოვნა, მაგალითად კლიმიაშვილმა იპოვა, მეცნიერი იყო და ის კიდე იმ მეფის იყო, მეფის საკუთრება, დედოფლის საკუთრება იყო და აი ეს წიგნი მარიამის ეული ქართლის ცხოვრება, წარმოგიდგენიათ, ზუგდიდში იყო დავანებული. ზუგდიდში კითხულობდნენ, ზუგდიდში ეწაფებოდნენ მას და ზუგდიდიდან ჩამოვიდა თბილისში. ზუგდიდიდან ჩამოვიდა თბილისში, როცა თბილისში არც ერთი ქართლის ცხოვრება არ იყო. წარმოიდგინეთ, როგორი ბრძოლები ჰქონდა მას გამოცხადებული იმ ეპოქაშიც და საბჭოთა ეპოქაშიც. დღესაც საოცრად ებრძვიან ქართლის ცხოვრებას. ამ დროს მაკავშირებელია, საოცარი ესეთი ხაზია შიგნით ლეიტმოტივი, რომ ეს არის ჩვენი გამაერთიანებელი, საოცარი წიგნი. აკადემიკოსებიც ებრძვიან, პროფესორები ებრძვიან. და საოცარი წიგნი კიდე Liber Generations Hominum, ესეთი ლათინური წერია, რავი. ანუ კაცობრიობის საწყისი შეიძლება ითქვას, 6 მეათევნელის თარგმანია ესა და ესეც აი იპოლიტე რომაელისა და იულიუს აფრიკანუსის წიგნია და მეწეგან ვახსენე სტრომატას ავტორი არის კლიმენტი ალექსანდრიელი. საოცარი წიგნია ეს, ტომებია ჩამოთვლილი იქა. ჩამოთვლილია ტომები, მივესალმები ჩემ ძმას და მეგობარს გეგა ხვედელიძეს, ჩემს თანაავტორს და თანამებრძოლს. ჩვენ ბევრი გვისაუბრია ამ წიგნზე და ამ ადამიანზე. იქ ჩამოთვლილია ძალიან ბევრი ხალხია ჩამოთვლილი, მაგალითისთვის ვინ მონაწილეობდა ბაბილონის გოდოლის მშენებლობაში და მე ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ იმ სტრომატაში გამორიცხულია ახლა გამორჩენო და კლავიატურაზე ხო არ წერდა, ალბათ რომ წერდა, მე 10ჯერ კითხულობდა, მე მისი გადათეთრება რო ხდებოდა და იქ არ არიან ნახსენები ქართველები. ანუ აღმოსავლეთ იბერიელები, ვინც მონაწილეობდა ბაბილონის გოდოლის მშენებლობაში და ეს შემთხვევითი არ არის. და შესაბამისად რომ ჩამოთვლის ამ 72 ერს, ვინც მონაწილეობდა ბაბილონის გოდოლის მშენებლობაში, იქ არ ახსენებს იბერებს. და მერე
ზუსტად ერთი ფურცლის იქით, ზუსტად ერთი ფურცლი უკვე ჩამოთვლის შესაბამისად ერებს, რომელთაც თავიანთი ენა აქვთ. და იქ ახსენებს იბერებს. ანუ აქ გაახსენდა და იქ არ გაახსენდა? შეიძლება რაღაც დონეზე კარგად გამიგეთ, ეხლა შენი ღბვა და რაღაცის დამალვა და ასე შემდეგ ყოველთვის იყო და ალბათ ამ ეს ადამიანიც გაგვიფრთხილდა, ან ღმერთმა უთხრა, რომ არ ჩაწერო მათ იბერები, რომ არ იყვნენ ბაბილონის მშენებლობაზე, იმიტომ რომ მთელი კაცობრიობა მერე იბერებს გადაემტერებაო და შეიძლება შენ წინსაც გადაემტერონო. ესეთი რაღაცა შესაძლებელია. დიახაც შესაძლებელია. არ ვიცი, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ იქ არ წერია ჩვენი ხალხი და მეც ახლა ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ არ ყოფილვართ. ჩვენ ფუძეერის ხალხი ვართ და დღემდე ღვთისშვილები ვართ. აი კაცთაშვილები იყვნენ იქა და ეგ აღიარებულიც არის, კაცთაშვილებმა ააშენეს და ჩვენ ფუძეერის ხალხი ვართ, ფუძეენის ხალხი ვართ და ფუძე ქვეყნის შვილები ვართ და არა ყოფილვართ იქ. და არაფერი არ დაგვიკარგავს, არც მამული არ დაგვიკარგავს დასაბამისეული, არც ენა არ დაგვიკარგავს დასაბამისეული და არც სახე არ დაგვიკარგავს დასაბამისეული, ყოველთვის დამბადებელი ღმერთის მორწმუნენი ვიყავით, ჩვენ კი არა რჩეულ ღმერთისგან რჩეულ ებრაელ ერში, ხშირ შემთხვევაში თითქმის შეიძლება ითქვას იკარგებოდა ხოლმე 90%-ში, 95%-ში იკარგებოდა ხოლმე ჭეშმარიტი ღმერთის რწმენა და ჩვენთანაც რა თქმა უნდა იქნებოდა სხვადასხვა პროცენტები, ვინძლო 90%-ით. მაგრამ ძალიან დიდი ნაწილი, აი მაგალითად თრიალეთის თასის ხელოვანი და ხელოსანი დამბადებელი ღმერთის მოლოდინშია. ჩვენ წელთაღრიცხვამდე 15-16 საუკუნით ადრე. ამსგავსი ადამიანი აუცილებლად იქნებოდა. უამრავი, ვინც იცოდა, რომ უნდა მოსულიყო მაცხოვარი და რომ უნდა ყოფილიყო ხსნა. უამრავი ადამიანი იქნებოდა, წყალი არ გაუვა ამას. ეს რაც შეეხება შესაბამისად იმ წიგნს, სადაც იულიუს კლიმენტე ალექსანდრიელი არ ახსდა. იქვე ამ წიგნში ამბობს კიდე საოცარ რაღაცას, კაცო, მე ხوار დამიწერია, მე ესე წავიკითხე და ძალიან გთხოვ თქვენ წაიკითხოთ რა. რომ ჩამოთვლის, რომ ეს ხალხები იყვნენ ბაბილონის გოდოლზე, ერებს ჩამოთვლის და მათ წინაპრებს ჩამოთვლის. მათ წინაპრებს ჩამოთვლის, ჩემო მეგობრებო, რა, მაგალითისათვის ბიბლიურ ეთნარქებს. და იქ უცებ ეს შუა ჩამოთვლაში ჩერდება და წერს, რომ და ამ დროს ნებროთი ნადირობდა, ხოცავდა ნადირს და ხალხს კაცობრიობას ამარაგებდა საკვებით. საგულისხმო რაღაც არის რა, ესე იგი შეიძლება ამარაგებდა, შეიძლება გულშემატკივრობდა, მაგრამ შესაბამისად თვითონ ნებროთი ფიზიკურად ბაბილონის გოდოლის მშენებლობაზე, როგორც მუშა და როგორც ზედამხედველი და როგორც სამუშაო თავწარმოებელი და როგორც თავარი ინჟინერი და როგორც ასე შემდეგ იქ არ ყოფილა. სადღაც შორს იყო, აი მაგალითისათვის კარდუს მთის კალთებზე და ნადირობდა და აგზავნიდა შესაძლოა უზრუნველყოფდა, მაგრამ და ქართლის ცხოვრებაშიც არის ეს მომენტი, რომ უნდა დაფაროსო ღმერთი, დაფარავს, ანუ ხელს ესე ჩაფარავს, შეიძლება ითქვას, დასწხებსო ხელსო, დაფარავსო ბაბილონის გოდოლსო და გამოდიო მანდედანო შესაბამისად ჯუანშერშია ეს ნახსენები. აი ამაზე აქედან გამომდინარე და კიდე ეს ადამიანი რომ მეფეა მეფობა კიდე ღმერთისგან იყო, ღმერთისგან არის და ესეთი მადლია ამ ადამიანს და ესეთი ძალაა და მოგეხსენებათ ახლა ეს უკვე აპოკრიფული ტექსტებიდან არის რომ მას ადამის სამოსი აცვია და საოცარი ძალის ადამიანია ნებროთი და აი ჩვენი სახელოვანი მეფეების წინაპარია ნებროთიანების ეს ადამიანი შესაბამისად აი არ ყოფილა ბაბილონის გოდოლის მშენებლობაზე და ასევე არ ყოფილა ბაბილონის გოდოლის მშენებლობაზე
ხილულად ჩანს, ლოგიკურადაც ჩანს და ხილულადაც ჩანს. აბრაამის აღმა ოჯახი, მაცხოვრის აღმა ხაზი არ ყოფილა, ფალეგი, რაგავი, მელქისედეკი არ ყოფილა, ფალეგი, რაგავი, ებერი. ესენი ყველანი ცოცხლები არიან ამ დროს. სალა. ესენი არ არიან ნამყოფები. აი თარა არ არის ჯერ დაბადებული მაგალითად ბაბილონის მშენებლობისას რა. ხდები, აი ეს სამი ოჯახი არ ყოფილა და ეს სამი ოჯახი დარჩა და აი ამ სამმა ოჯახმა შეიძლება ითქვას, აი ამ სამმა ხაზმა შექმნა ეს ფუძეერი, არა, ისე გააგრძელა ფუძეერი, რომელიც მანამდე არსებობდა. და ღვთისშვილებად დარჩნენ, ღვთისძეებად დარჩნენ. ღვთისსულებად დარჩნენ როგორც ქარ ხალხი, გრ ხალხი. და მე მოგეხსენებათ შესაბამისად აბრაამი გავიდა ამ ოჯახიდან, გავიდა ქალდეის ურიდან, რომელიც ედესას ადგილას იყო უეჭველი და არა ბასრადან ასირიასთან და გავიდა ეს შესაბამისად და უკვე ისიც ენას შეიცვლის, სხვა ენაზე დაიწყებს ცხოვრებას. და მის ადგილზე რჩება მხოლოდ და მხოლოდ ლოთის და ან ლოთის ძმა სახელად იესტან. მაპოვნინეთ ეს ადამიანი გენეალოგიაში სადმე ამ ადამიანის ძირი გამორიცხული არის, ეს არის ბიბლიური პერსონაჟია. იესტან აბრაამის ძმისშვილი, არანის შვილი. როგორც საზღვრავენ გამომდინარე სახელიდან ამბობენ რომ ქალი არისო და შესაძლოა ვაჟიც არის იესტან მასორეტულ ტექსტებში იესხა ესეთი სახელია მე ხლა ეს წიგნები რო ჩამოგითვალეთ ძალიან გთხოვთ რომ თქვენით იხილეთ რა საოცრად შეგაყვარებთ ამ საქმეს საოცრად შეგაყვარებთ ამ კვლევას მომიტევეთ ახლა მათ მე ვერ განვიხილავ ახლა განსთაქვაბი განვიხილე მაგრამ ან შევეცდები რომ შემდეგზე განვიხილო და მე აქედან გამომდინარე თუ გნებავთ ვიმსჯელოთ თუ გნებავთ თუ დაინტერესება იქნება ნებისმიერ წიგნს დეტალურად განვიხილავ მაგრამ თქვენ უფრო კარგად ჩაუჯდებით რა მე ესე ვფიქრობ ეხლა რა გამახსენდა იცით აი რომ ვახსენე ეთნარქები რომ ვახსენე მე მინდა რამდენიმე ოროსანს ვთხოვ ან ვუთხრა და ასე შემდეგ და ერთი რამე შთავაგონო რა რომ და ყველაფერში დავიწყებ იქიდან რომ დამნაშავე არის მსოფლიო ისტორიოგრაფიაც და მე მასაყოლილი ქართული ისტორიოგრაფიაც რომ აი პაწაწუნა ესე 4 კუთხეთში ანუ ჩარჩოში ჩახატულ იბერიას ხატავენ და ისეთი აზრი ჩამოუყალიბდა რა ქართველ ერს და მთელ კაცობრიობასაც რომ აი მარტო აქ იყო იბერია ლიხის ქედის აღმოსავლეთით და ცივგომბორის დასავლეთით და დიდი კავკასიონის სამხრეთით და მცირე კავკასიონის ანუ თრიალეთის ზეგანი ჩრდილოეთით და ეს იყო იბერია და ესენი იყვნენ იბერები და ესენი იყვნენ შეიძლება ითქვას აი მთელი ჩვენი ქართლი ეხლა და კიდე უფრო დააპატარა ქართლიც ხო დააპატარავეს როცა ხან ქართლი იყო ტრაპეზუნთასთან და ხან კოლხეთი იყო კარდუსმთასთან საქმე რაში მდგომარეობს ჩემო ბატონებო და კიდე ეხლა აი ამას რო ჩაეჭიდებიან მოგეხსენებათ ეხლა ძალიან ბევრი ისტორიკოსი ადრე საუკუნეების ამბობს რომ აი მაგალითისათვის თუბალის ხალხი ეხლა იბერიელნი არიან და ვიღაცა წამოიღებს ამას და დასვავს რომ თურმე აი აქ განსახლებულა და თბილისში ცხოვრობდა თითქოს და იაფეტის ვაჟი თობალი და ასევე წამოიღებენ შესაბამისად და ამ ხალხის საცხოვრისად მოსოხის საცხოვრისად დაადგენენ შენ ხარ ჩემი ბატონი მცხეთას ეს სრული აბსურდია თავიდან რო დავიწყო ეს საუბარი იბერია იყო ადგან წარმოიდგინეთ რა იბერია ჩანს ედესასთან სტრაბონია საუბრობს ამაზე იბერიელთა საცხოვრისი ჩანს
კილიკიასთან, იბერიელთა საცხოვრისი ჩანს, ვანის ტბასთან, კარდუს მთასთან და ასე შემდეგ. ისევე როგორც ქალდეა იყო ადგან და არა მხოლოდ სამხრეთ ერაყში. ისევე იბერია იყო და ეს ძალიან დიდი ერი იყო, ძალიან ვრცელი ერი იყო და იქ რო კაბადო აი მაგალითად ეხლა თან ასევე მიაქციეთ ყურადღება რომ ამ ადამიანს ქართულ ენაზე ქვია არა თუბალი, არამედ თობელი. ქართულ ენაზე გამიგეთ, თობელი და სიტყვა თობელს არანაირი კავშირი არ აქვს თბილისთან რა. ასევე სწორი ფორმა არის მოსოქი. და სულ ანგრევს თქვენი თეორია, ჩემობარი და ცხოველი და უცხო და ცხო და ასე შემდეგ საოცარი სიტყვები აწარმოა. უძველესი სიტყვები აწარმოა და ის ხალხი შემოეოლოს ჩემი თავი 27 საუკუნის წინ დაიძრნენ იქიდან და ამოვიდნენ მოსოქის ხალხი ამოვიდა და განსახლდა არაუმეტეს დღევანდელი ახალციხისა. აი ამ ძალიან დიდი მესხეთი იყო, მოგეხსენებათ, ბორჯომი ახალციხის სამხრეთ-დასავლეთით ვრცელდებოდა დაახლოებით ზემოსპერამდე და ერზრუმამდე და უვრცელესი ქვეყანა იყო. აი იქამდე ამოვიდა და ეს შესაბამისად არის მცხეთოსის ქალაქი. ეს შესაბამისად არის ღამერის შვილიშვილის ქალაქი. თორღამეს რგსა და გრსა და ქრს შვილიშვილის ქალაქი და აქ არის დაბადებული ქრ, გრ და ცხ, რომელმაც კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს საოცარი სიტყვები და საოცარი ეთნონიმები აწარმოა. და მეცაც გეტყვით ახლა კიდევ ერთხელ აი და იბერია ის შესაბამისად ის რომ იქ კაბადოკია სადაც არის დღევანდელი სივასი და დღევანდელი აი ცენტრალური ანატოლია. იქ იყვნენ იბერიელები ცხადია. და მესხები იყვნენ ოსროენაში და ზემოშუა მდინარეში ცხადია. ასე რომ მე მინდა გთხოვოთ დამეგობრება, მე მინდა გთხოვოთ ერთად მსჯელობა ამ თემაზე. ზღვა თემებია, უმნიშვნელოვანესი თემებია და ეს შესაბამისად როგორც დოპინგი, როგორც პური, ისე ჭირდება ქართველ ერს, ქართველ ახალგაზრდობას. თქვენ შემოგელოთ ჩემი თავი, თქვენ განკარგულებაში ვარ. კიდევ უფრო მეტი საუბარი მინდოდა თქვენთან, მაგრამ დრო არ მაძლევს საშუალებას და შემდეგ გადაცემაში გეგა მეყოლება, გეგასთან რო ვარ გაცილებით უფრო თავისუფლად ვარ ხოლმე, როცა ის საუბრობს მე ვფიქრობ, როცა მე საუბრობ ის ფიქრობს და უფრო დახვეწილი გამომდის ხოლმე საუბარი, მე ესე ვფიქრობ. ღმერთმა გაგაძლიეროთ. ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისათვის, თანადგომისათვის. ღმერთმა დაგლოცოთ ქართველებო, ღვთისშვილებო.